ვარ ლუკა სურბანიძე 13 წლის. ვსწავლობ ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი და ცეკვი. ფეხბურთზე გაგიჟებული ვარ, მაგრამ სანამ ფეხბურთში შევიდო, დავდიოდი ცეკვაზე. უფრო რა თქმა უნდა, მიყვარს ფეხბურთის თამაში. 4 თვეა რაც ვთამაშობ ეს ჯორჯიაში. იქამდე 1 წელი ვთამაშობდი ჩაქვის კლუბში. გუნდი იმიტომ შევიცვალეო, მინდოდა კარიერული ზრდა. ეს ჯორჯიაში ჩემი მწვრთნელია ეინარ თებიძე. მოედანზე სერიოზული არის და ისე მხიარული არის. რაც მთავარია, უყვარს ფეხბურთი და ბავშვები. მე ვთამაშობ მეკარის პოზიციას. ერთხელ ვთამაშობდი ეზოში, სადაც კარში დამაყენეს ჩემი ობნელებმა და კარგად რომ ვიმეკარავა, იმის შემდეგ შემიყვარდა მეკარეობა. მაქვს კარგი რეაქცია და კარგი ნახტომი. გამოსასწორებელი მაქვს ფეხით თამაში. 8 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე რომ გამხდარი ვიყავი ფეხბურთელი. ბავშვობაში სულ მინდოდა რომ გამოსული ვიყავი პოლიციელი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ნეიმარ ჯუნიორი და საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშობდი პირველ ნომერში. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. დავიწყებდი თამაში ეს ჯორჯიაში, შემდეგ გადავიდოდი დინამო თბილისში, დინამო თბილისიდან გადავიდოდი სამტრედიაში, სამტრედიიდან გადავიდოდი გორის დილაში და გორის დილადან გადავიდოდი ალბათ ვილიარეალში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ალბათ გავხდები მეკარეების მწვრთნელი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თაზო კეჟერაძე. ყველაზე ჭკვიანია ნინი ცეცხლაძე. ყველაზე მშვიდია ალეკო ჯაფარიძე. ყველაზე ძელქია გეგა არტმელაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქმევ გუგას, ნიცას და ნიკას. ჩემს ცოლს დავარქმევ ლიზის. ჩემი საყვარელი საგანი არის ბიოლოგია. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი თიკო კეკიეიშვილი. იმიტომ რომ მეგობრულია, კეთილი არის და რასაც ვერ ვეუბნებით, ყველაფერს გვისრულებს. ახლა მინდა ვიყავ 18 წლის. იმიტომ რომ სრულწლოვანი ვიქნები და ჩემი ოცნების მანქანა მიყოლები. დარწმუნებული ვარ სკოლის დამთავრებისთანავე ვიყიდი თეთრ CLS 63 სპორტს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი და. კიდე მინდა ვყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 3 წლის და ქვია დეა. ის არის ლამაზი პრანჭია, ჭკვიანი და მტირალი. ჩემი აზრით დეა რო გაიზრდება, გამოვა სტომატოლოგი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მეგობრული არის, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი არის და მე რასაც ვეუბნები, ყველაფერს მისურვებს. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და ოჯახის სახე. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. მით უმეტეს რომ ხინკალი ჩემი საყვარელი საჭმელია. ნიზლავზე შემიძლია შევჭამო 9 წელი ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 8. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია იოჰან კროიფის წიგნი. ასევე მიყვარს სათავგადასავლო ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ჰობიტი. მე ასევე მიყვარს ცეკვა. ანდრეევ ცეკვავდი ანსამბლ ჰოინამაში, მაგრამ დროის უკანონობის გამო გამოვედი. მაქვს ცეკვის ნიჭი და რომ გამოვედი გული დამწყ. ჩემი საყვარელი ცეკვაა ყაზბეგური. საყვარელი ილეთია ეს 1, 2 და 3. ჩემ ქორწილს ჩავიცვენ შავ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვ. თუ ცოლს არ ეწოდება ცეკვა, ვატარებ მასწავლებელს. თუ ასე არ გამოვა, მაშინ ჩემ დას ვეცეკვებ. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანებს გავხდიდი უკვდავი. სამოგზაუროდ სიამოვნების ავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემს მეგობარ ლუკა გორჯელაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა შეძლო, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი მე-10 საუკუნის საქართველოში. ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის ნაკრებში გამოძახება, ჩემი ოჯახი და ადამიანებზე ზრუნველობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.